გამარჯობათ გოგოებო და ბიჭებო, მოგესალმებით ყველას, მე ვესალმები სტუმრებს, დარჩით ჩვენთან. გავაგრძელოთ გაშლებით ციკლიდან სიტუაცია პროგნოზი ერთ კონკრეტულ ვარიანტზე. რა თქმა უნდა, ადამიანის აღწერით, პიროვნების დახასიათებით, მერე სიტუაცია და მერე პროგნოზი და მინდა ერთი დამატება გავაკეთო კიდევ, ანუ კითხვა ჩავამატო გაშლის პროცესში. პირდაპირ პროგნოზი არა, რადგან იყო მაყურებლის თხოვნა ვიდეოზე, რა წავა, რა მოვა. და დავამატოთ ეს კითხვა, ჩვენი რა მიდის, არ მეზარება. მთავარია ეხლა ესეთი სიტუაცია, ტექნიკის ხმა გადავფარო, იმედია ძალიან არ გაწუხებთ, გარედან შემოდის ხმა, ჩავრაზე ფანჯრები და ვცდილობ შემაწუხებელი ხმაურის გარეშე ჩაგიწეროთ ვიდეო. დავიწყოთ ადამიანით. ვინ გვესტუმრა, ვისთვის არის დღეს მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიღება, დავაღვწეროთ მისი სიტუაცია, ვკითხოთ კარგს რა წავა ამ ადამიანის ცხოვრებიდან და რა მოვა საინტერესო. ვადა, რა თქმა უნდა, პერიოდი პროგნოზის, უახლოესი პერიოდი თქვენ შეგიძლიათ ჩაიფიქროთ, მაგრამ პატარა ეს გადახვევას გავაკეთებ, გამოცდილებით ვიცი და მრავალწლიანი პრაქტიკა აჩვენებს იმას, რომ დრო ამ ეზოთერულ სამყაროში და ამ ანტიკურ სისტემებში ძალიან ესეთი თემაა განუსაზღვრელი, ზუსტად რომ ვთქვა, უფრო ზუსტად რომ ავწერო, ძალიან განუსაზღვრელი თემა არის, ცოტა არ იყოს აბსურდია, რადგან პროგნოზები ყოფილა ასრულებულა მომენტალურად იმ დღესვე, ერთი კვირის ვადაში, 10 დღის ვადაში და გასულა ძალიან დიდი ხანი, მაგრამ ის აუცილებლად ასრულებულა ის პროგნოზი, ის რაც მithქვია ადამიანისთვის და მაინც იმ დიდი ხანგრძლივობის შემდეგ, რაღაცა ვადის გასვლის შემდეგ ასრულებულა ის ყველაფერი. აქ ბევრი რამე კიდე თვითონ პიროვნებაზეც არის დამოკიდებული. ეს ცალკე სასაუბრო თემაა, მაგრამ აი დროსთან დაკავშირებით თქვენ თვითონ შეგიძლიათ სავარაუდო დრო ჩაიფიქროთ, რა ვადის პროგნოზი გინდათ, მაგრამ თავარია ის ინფორმაცია მოისმინოთ, მიიღოთ თუ კი თქვენია და სამყაროს მიანდოთ თუ კი სასიამოვნო რა თქმა უნდა დადებითი და კარგი პროგნოზი იქნება, მიიღოთ, თქვა რომ იღებთ მადლიერებით ამ ინფორმაციას და მიანდოთ სამყაროს დანარჩენი, აი ვადები ასრულების, მიანდოთ სამყაროს. მაშინ ასე შემოკარდებო, დავიწყოთ ადამიანით. ვინ გვესტუმრა, რამდენი ცეცხლის ენერგია. ანუ ყველა სტიქია წარმოდგენილი ამ პიროვნებაში ენერგეტიკულად თუ იმისჯერებთ როგორ ადამიანთან გვაქვს საქმე, ძალიან ემოციური, ნოვატორი, ადამიანი, რომელსაც არაფერი არ ეზარება, წამოწყება იქნება, სწავლა იქნება, ენერგიით სავსე, პიონერი ჩვენს უფროსი თაობის მოგონებებში ცოტა უსიამოვნო მოგონებებს იწვევს, ემოციებს იწვევს. ვინც რა თქმა უნდა არ ჩავრჩით იმ კომუნისტურ აზროვნებაში, ჩემოკარგებო, მაგრამ ეს სიტყვა სულ სხვა დატვირთვას ატარებს, პიონერი ნიშნავს წამომწყებს, აი პირველ გზამკვლევს და აი პიონერ ადამიანთან გვაქვს საქმე, კარგი გაგებით პიონერი, კომუნისტური გაგებით არა. აი ესე ვიტყვი რომ პიონერი. სხვათა შორის შემიძლია თამამად თქვა რომ ეს არის ახალგაზრდა სული, არ აქვს ბევრი ინკარნაცია, პირველი, მაქსიმუმ მეორე დაბადება იყოს ამ ადამიანის. მე ასეთებს ახალსულებს ვეძახი, მისი აი გამოცდილება, შინაგანი სიბრძნე, როგორც ასეთი სულის არ იგრძნობა. ეხლა იწყებთ უსაზღვრო მარადიულ გზას თქვენი ცხოვრების მრავალი ინკარნაციით და გარდასახვევით. და ეხლა ალბათ თქვენზე დამოკიდებული, ალბათ კი არა თქვენზეა დამოკიდებული, როგორ საფუძველს ჩაუყრით თქვენს მომავალს, კარმას ქმნით თქვენ. რას დაიბედებთ, აი ესე რომ ვთქვა, რას დაიბედებთ, რას ჩაწერთ თქვენს კარმაში, იმის მიხედვით გაგრძელდება შემდგომი თქვენი ცხოვრება. ხარისიანი, ემოციური, გულწრფელი, ესე შემიძლია დავახასიათო. ცოტა აი თუ მინუსებზე ვილაპარაკებთ, შეიძლება გახასიათებთ ნაჩქარევი გადაწყვეტილებების მიღება, უცბად აფექტის მდგომარეობაში, აღტყინებული, ასე ვიტყვი, მიიღებთ რაღაც გადაწყვეტილებას, შეიძლება ეს ზოგიერთ შემთხვევაში უსიამოვნოების მომტანიც იყოს თქვენთვის და
ჯობია რომ ეს გამოიმუშაოთ და დაფიქრდეთ ხოლმე ვიდრე გადაწყვეტილებას მიიღებთ, მაგრამ რაღაც მომენტში, აი როცა არჩევანზე მიდგება საქმე, სერიოზულ მნიშვნელოვან არჩევანზე როცა არის ლაპარაკი, რაღაცა მომენტში არჩევანის გაკეთება გიჭირთ და თითქოს აი გაორება გაქვთ რაღაცნაირად, საკუთარ თავს ვერ პოულობთ, საკუთარ ადგილს ვერ პოულობთ, ესეთი მომენტებიც იგრძნობა. ეს ყველაფერი ალბათ არის იმის ბრალი, რომ ძალიან ახალგაზრდა სული ბრძანდებით. შემოკარგებო, ნახოთ დღევანდელი თქვენი სიტუაცია, რას გვეტყვის ტარო თქვენს შესახებ. შემოკარგებო, რაღაც დასრულდა თქვენს ცხოვრებაში, რაღაც ეტაპი დასრულდა. შეიძლება დასრულდა ურთიერთობა კონკრეტულ ერთ პიროვნებასთან, შეიძლება დასრულდა რაღაც საქმიანი ურთიერთობა, რაღაცამ თავისი დრო მოჭამა, ამოიწურა ეს საკითხი. დღის წესრიგში უკვე სიახლეები უნდა იდგეს, მაგრამ რატომღაც გიჭირთ სიტუაციის გაშვება, არის ეს სხვა ყოფითი საკითხი თუ პიროვნების გაშვებაზეა ლაპარაკი. ვერა იცით რომ უნდა გადადგათ წინ ნაბიჯი, უნდა შეცვალოთ თქვენი ცხოვრება, უნდა წახვიდეთ თქვენს გზაზე, მაგრამ აი ამ სიტუაციას ვერ უშვებთ. ვიმეორებ, ეს უკვე მოხდა და პოსტფაქტუმ ლაპარაკობ, ან აი ეს პერიოდი ეხლა ხდება თქვენს ცხოვრებაში. იქ ყველაფერი დამთავრებულია, რაც საკითხსაც არ უნდა ეხებოდეს ეს ყველაფერი, უკან დასახევი გზა ნამდვილად აღარ არის და მაინც ცდილობთ რატომღაც რომ რამენაირად სიტუაცია შემოაბრუნოთ, მართოთ სიტუაცია, როგორმე გაჩერდეთ იქ, სადაც ნამდვილად აღარ არის საჭირო თქვენი დარჩენა და გაქვთ ესეთი ცოტა გაურკვეველი რთული მდგომარეობა. შინაგანად იცით, გეუბნებათ საკუთარი ინტუიცია, რომ აუცილებლად უნდა იაროთ წინ, მაგრამ რაღაც მომენტები არ გაძლევთ საშუალებას, რომ დაამთავროთ. სიტუაცია დამთავრებულია, მაგრამ თქვენ ვერ ამთავრებთ, თქვენს გულში, თქვენს გონებაში ვერ ამთავრებთ ამ ყველაფერს და მაინც უკან იხედებით. მე მგონი გასაგებია სიტუაცია და ვისაც აქვს ესეთი მომენტები უკვე მიხვდებოდა რომ მათზე ვლაპარაკობ და რაკი აი გავაჟღერე კიდევაც რომ ვიკითხოთ რა წავა სამუდამოდ თქო, რაღაცნაირად გვიპასუხა კიდევაც დასტამ. შეიძლება აღწერილობა და სიტუაცია თლათ არ ემთხვეოდეს იმ ადამიანის, ვისით ხოვნითაც ჩავამატე, თქვათ ეხლა დღევანდელ გაშლაში ეს კითხვა, შეიძლება დაემთხვეს კიდევაც, იმედი მაქვს გამომეხმაურება და მიპასუხებს გამოვიცანი თუ არა, მასია თუ არა ლაპარაკი. ნახოთ რა წავა თქვენი ცხოვრებიდან უახლოეს პერიოდში, თქვათ ვიგულისხმოთ ზაფხული, ხო, აი რაღა დარჩა ივლისის შუა რიცხვები არ ამის და ივლისი და აგვისტო და ეს პერიოდი დავთქვათ. პირობითად დავთქვათ, რადგან როგორც შესავალში გითხარით, დროს მნიშვნელობა არ აქვს. პარალელურ სამყაროში და იმ ძალებისთვის, რაც ჩვენ გვმართავს, გვეხმარება, რისი ნაწილიც ვართ, იქ დროს მნიშვნელობა არ აქვს და სხვადასხვანაირად ხდება ხოლმე დროის აღქმა. რა წავა? შემოკარგებო, უმრავლესობისთვის რეზონირდება ის, რომ წავა ადამიანი კონკრეტულ პიროვნებაზეა ლაპარაკი, რა არა, უფრო ვინ, მაშინ უფრო მართებული იქნება, რომ დავსვათ ასე კითხვა. წავა ადამიანი, რომელსაც რატომღაც გონია, რომ გამარჯვება მოიპოვა თქვენზე, შეიძლება ყველასთვის ერთნაირად არ რეზონირდეს და ეს კონკრეტულად 1-2 ადამიანისთვის იყოს მისაღები ეს ინფორმაცია. მაგალითად დავარქმევდი ალფონსი არა, უფრო დონ ჟუანი ადამიანი, რომელიც შეიძლება ქალის კაბაშიც იყოს ესეთი დონ ჟუანი ადამიანი, რომელიც ჯილდოებივით, სპორტული ჯილდოებივით აგროვებს გულებს. შეიძლება ერთ კონკრეტულს უგრძნობ ეხლა სიტუაციას, გქონდათ საქმე ესეთ ადამიანთან, თითქოს მოიპოვა თქვენზე გამარჯვება, ანუ თქვენი გული დაიპყრო, როგორც ეს ჯილდო თასი მიიღო თითქოს და რაღაცა პერიოდი თქვენს აი ამ სიტუაციის გაშვებაზე როცა არის ლაპარაკი,
რაღაცა პერიოდი თქვენს გაგიჭირდათ ამ სიტუაციის გაშვება და აი ამაზე გქონდა ახლა ამ ეტაპზე ლაპარაკი. და წავა ზუსტად აი ეს ადამიანი და წავა ის ემოციები, რაც ამ ადამიანთან გაკავშირებდათ. ანუ აი ეს დასასრული აღარ იქნება თქვენთვის მტკივნეული, ეს დარჩება წარსულში დაესმევა წერტილი, აღარ იქნება თქვენთვის საინტერესო ეს თემა ნებისმიერ შემთხვევაში, აი წავა ის პიროვნებაზე თუ არ არის ლაპარაკი და სხვა ყოფით საკითხებზე აქვს ვიღაცას ჩაფიქრებული, წავა ის პრობლემა, რაც თქვათ ხელს გიშლით წინსვლაში და ის მიჯაჭულობა რაღაც სიტუაციაზე აღარ გექნებათ დაკარგავთ თქვენთვის ინტერესს, პრიორიტეტები შეიცვლება, დასვავთ წერტილს იმ თემასთან დაკავშირებით, დადგება ინსაიტი პენტაკლების ტურზე დასტის ძირზე, თან პლუს ამას, მოგეცემათ, აი როგორც კი დაამთავრებთ, თქვენში დაამთავრებთ ამ სიტუაციას, მაშინვე მოგეცემათ შანსი. აქ უკვე რაღაც სწავლაზეა, როგორც ჩანს ლაპარაკი, რომ ისწავლოთ დრომოჭმული სიტუაციების და ვადაგასული, ყალუგასული ურთიერთობების წარსულში დატოვება. და წინსვლაზე იფიქროთ, შანსი გამოიყენოთ. ამაზე გაამახვილეთ ყურადღება, ჩემო კარგებო. აი ეს სწავლა თქვენი ცხოვრებიდან, მიჯაჭულობა ადამიანზე ან სიტუაციაზე. და ძალიან სწრაფად უნდა მოხდეს ამის ყველაფრის ასრულება, ასე ვთქვათ, რეალიზება, რადგან რაღაც ისეთი ძალიან ისეთი ენერგია წამოვიდა. ჩქარა, როგორც კი რაღაცა შეიძლება ფრაზა იყოს გამომწვევი, შეიძლება სიტყვა იყოს გამომწვევი, ბიძგი. შეიძლება თუნდაც ეს ვიდეო იყოს ბიძგი იმისა, რომ გადახედოთ ამ ყველაფერს, გაანალიზოთ და წარსულში დატოვოთ. ნახოთ რა მოვა ახალი თქვენს ცხოვრებაში, რან ვინ. აღმოჩენების დროა, ჩემო კარგებო, როგორც ადამიანები, ახალი ადამიანები, ასევე ახალი ემოციები, ხდება თქვენი სერიოზული ტრანსფორმირება, ღირებულებების გადაფასება, რეალურად იცვლებით თქვენ, ანუ მოვა ახალი ცხოვრება, სულ სხვა სამყარო, სულ სხვა ადამიანები თქვენს ცხოვრებაში. ვიღაცას ინტუიცია გაეხსნება, ინტუიცია ყველას აქვს, მაგრამ აი ურთიერთობა საკუთარ ინტუიციასთან, ნდობა საკუთარი ინტუიციის ძალიან ცოტა ადამიანს აქვს და მოვა აი ეს აღმოჩენა საკუთარ თავში, რომ თურმე გულმა გიკარნახათ, იცოდით, ინტუიციურად გრძნობდით, რომ ეს ესე მოხდებოდა და არ უჯერებდით თქვენს ინტუიციას და რეალურად ესე მოხდა და ასე შემდეგ. აი აქ კონკრეტული რაღაცა სიტუაცია არ არის, გადასხვაფერება ხდება თქვენი ცხოვრების, აი ფერიცვალება ხდება და ვნახოთ აბა ფერიცვალებაც არც თუ ისე შორს არის და მაგ პერიოდში შეიძლება დაემთხვეს კიდევაც არც ერთი ფრაზა, არც ერთი სიტყვა ტყუილად არ ითქმევა ხოლმე, მით უმეტეს ვიცი გამოცდილებით, რომ ხუმრობაც კი რაღაცა ისეც ვიხუმრებ და აუცილებლად ის უფრო ყველაზე სწრაფად სრულდება ხოლმე და რა კი ვთქვი ეს სიტყვა და გამახსენდა რომ აგვისტოში ფერიცვალება გვაქვს, შეიძლება აი აგვისტოში ძალიან რადიკალურად შეიცვალოს თქვენი ცხოვრება უკეთესობისკენ, ელოდეთ ბევრ სიურპრიზს, შეიძლება სულად შინაური ადამიანისგან, უფროსი თაობის ქალბატონისგანაც რაღაც დიდი საჩუქარი და სიხარული მიიღოთ, მაგრამ თავარი შენაძენი ამ პერიოდში იქნება თქვენი ტრანსფორმირება როგორც ადამიანის და მოსალოცად გაქვთ საქმე, ჩემო კარგებო, უმრავლეს შემთხვევაში ეს ტრანსფორმირება ძალიან უმტკივნეულოდ ჩაივლის. აი რაღაცა პატარა ნიუანსი რომ არა, წარსულზე მიჯაჭულობა რაღაც და სიტუაციას ვერ უშვებთ, სხვა რაღაცა ისეთი დეპრესიული რთული მდგომარეობები და ესენი არ გელოდებათ, რომ ძალიან გაგიჭირდეთ ამ ეტაპის გადალახვა და ნამდვილად კიდევ ერთხელ ვწმუნდები, რომ ხართ ძალიან ახალგაზრდა სული, ეხლა იწყება თქვენი სულის, თქვენი ადამიანობის ფორმირება და აი როგორც ბავშვები ადვილად ეგუებიან სიტუაციას, ადვილად სწავლობენ, ასევე თქვენ ჩემო კარგებო, რა საკში წარმოგბრძანდებოდეთ ამჟამად, აი ამ ტრანსფორმაციასაც კი ძალიან მარტივად და უმტკივნეულოდ გადაიტანთ, ასე რომ ვფიქრობ ძალიან კარგი გამოვიდა დღევანდელი გაშლა. მართალია რაღაცა ყოფითი ნიუანსები არ გამიჟღერებია, რაღაც დეტალები და რა კი საჯარო გაშლა არის, მაინც არც არის ხოლმე სასურველი, რომ ძალიან დეტალებში ჩავეძიო, მაგრამ პროგნოზი დამაიმედებელი და ძალიან სასიამოვნოა. ველოდები გამოხმაურებას, გამოიწერეთ არხი, ეს ჩემთვის დიდი мотиваცია იქნება და მომავალ შეხვედრამდე.